მოგესალმებით, სოლიდარობის სტუდია იწყებს მუშაობას, კვლავ ეთერში ვართ. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი ბატონი თემურ ფიფია. მოგესალმებით თემურ. მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. ახლოვდება 9 მაისი სამამულო ომში გამარჯვებიდან 80 წლის თავი. ჩვენ ვიცით მოსახლეობამ, საზოგადოებამ რამხელა ღვაწლი აქვს საქართველოს გაწეული ამ ომში გამარჯვების მისაღწევად. პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გავიღეთ სხვა ქვეყნებთან შედარებით და არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა მთელ რიგ ქვეყნებში, რომლებიც მაშინ ითვლებოდნენ მოკავშირეებად, მიმდინარეობს მზადება ამ დღის პომპეზურად აღსანიშნად. თუმცა საქართველოში ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის აქტიურობს ამ მიმართულებით და იგეგმება ამ დღის აღნიშვნა, როგორც წესი და რიგია. სანამ ჩვენ დავიწყებთ უშუალოდ საუბარს ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით გასამართ ღონისძიებებზე და იმ მზადებაზე, ჩვენ მომზადებული გვაქვს სიუჟეტი, ჩვენს ეთერში გავა ეს სიუჟეტი. ვიხილავთ და შემდეგ რა თქმა უნდა უფრო მეტ დეტალს თქვენგან გავიგებთ უშუალოდ როგორც ერთ-ერთ ორგანიზატორს ამ აქციისა, რომელიც დაგეგმილია 9 მაისისთვის. მე რეჟისორს ვთხოვ გაუშვათ ეს სიუჟეტი. მეორე მსოფლიო ომის დაწყების ოფიციალურ თარიღად 1939 წელი ფაშისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმაა მიჩნეული. თუმცა უნდა აღინიშნოს, როგორც ისტორიული ფაქტები ამტკიცებს, 1939 წლამდე ევროპაში არსებულმა შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა მოსალოდნელი ომი კიდევ უფრო დააჩქარა და გარდაუვალი გახადა. კერძოდ ნაცისტური გერმანიის პირველი სამიზნე პოლონეთამდე ჩეხოსლოვაკია იყო. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს პრაღის დაცვის ვალდებულება ეკისრებოდა იმ მიზეზით, რომ გერმანია ჩეხოსლოვაკიის დაპყრობას დასჯერდებოდა, იგი ნაცისტურ რეჟიმს უბრძოლველად დაუთმეს. უფრო მეტიც, პოლონეთმა საბჭოთა კავშირთან პარტნიორობაზე და მათ ტერიტორიაზე გავლით ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების გაგზავნაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ კი პოლონეთი თავად გახდა ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი. ამის შემდეგ დასავლეთ სხვა გზა აღარ დარჩა და ინგლისმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადეს. 1940 წელს გერმანიამ ერთი მეორის მიყოლებით დაიპყრო დანია, ნორვეგია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი და საფრანგეთი. ნაცისტური რეჟიმის მოკავშირე ქვეყნები იყვნენ იტალია და იაპონია. მათი ალიანსი ჯერ კიდევ 1936 წელს გაფორმდა, რომლებიც თავიანთ გაერთიანებას რომი, ბერლინი, ტოკიოს ღერძს უწოდებდნენ. ფაშისტური იტალია 1939 წელს ალბანეთის ანექსიის შემდეგ გერმანიის მოკავშირე გახდა და 1941 წელს ამ ორმა ქვეყანამ მაშინდელი იუგოსლავია და საბერძნეთი დაიპყრეს და მათი ტერიტორიები გაინაწილეს. იმავე წლის 22 ივნისს კი გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. გერმანია საბჭოთა კავშირის შერკინებამ გარდამტეხი როლი იქონია მეორე მსოფლიო ომის ბედზე. ფაშიზმთან ბრძოლაში ყველაზე მეტი ჯარისკაცი 27 მილიონი ადამიანი სწორედ საბჭოთა კავშირმა დაკარგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველომ სხვა ქვეყნებთან შედარებით პროპორციულად ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადა. მეორე მსოფლიო ომში საშუალოდ 700,000 ქართველი იბრძოდა, მათგან კი ნახევარზე მეტი ბრძოლის ველზე დაიღუპა. ნაცისტურ რეჟიმზე საუბრისას პირველი რაც გვახსენდება 1943-1945 წლებში გერმანიისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვათა მიმართ განხორციელებული გენოციდია. ეს მოვლენა ჰოლოკოსტის სახელითაა ცნობილი. ოფიციალური მონაცემებით გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს. პოლონეთის სამხრეთით მდებარე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი დღესაც ინახავს წამებით მოკლული მილიონობით ადამიანის გენოციდის ამსახველ ფაქტებს. ნაცისტური გერმანიის უსასტიკეს რეჟიმზე წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ლენინგრადის ბლოკადა. გერმანელებმა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 3 წლის განმავლობაში 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1944 წლის 27 იანვრამდე ყოველგვარი ჰუმანიტარული რესურსების გარეშე დატოვეს. 3 მილიონზე მეტი ადამიანის სურსათის, გათბობისა და სხვა სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობების დეფიციტის გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბლოკადის დროს შიმშილისა და დაბომბვებისაგან 9 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. საბოლოოდ საბჭოთა არმიის ძალებმა ბლოკადის გარღვევა მოახერხეს და გერმანელებმა თავიანთ მიზანს ვერ მიაღწიეს.
საბჭოთა კავშირმა მოახერხა და გერმანიის ჯარები თითქმის მთელი თავისი ტერიტორიიდან გააძევა. 1945 წლის 2 მაისს საბჭოთა არმიამ აიღო ბერლინი, ხოლო 6 დღის შემდეგ 8 მაისს გერმანიის ნაცისტურმა რეჟიმმა უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა. 9 მაისს კი საბჭოთა კავშირმა გაათავისუფლა ჩეხოსლოვაკიაც. ამერიკა როგორც საბჭოთა კავშირის მოკავშირე ქვეყანა სამხედრო კონფლიქტში მას შემდეგ ჩაერთო, როდესაც იაპონიამ 1941 წლის 7 დეკემბერს კუნძულ ჰავაიზე შტატების ფლოტის პერლ-ჰარბორის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა. იაპონია, რომელიც ფაშისტური და ნაცისტური გერმანიისა და იტალიის მოკავშირე იყო, წინააღმდეგობას განაგრძობდა. 1945 წელს ამერიკამ ომის დასრულების საბაბით ჰიროსიმასა და ნაგასაკში 2 ატომური ბომბი ჩამოაგდო, რის შემდეგაც იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომიც დასრულდა. იმ ფონზე, როდესაც საბჭოთა კავშირს დამარცხებული ყავდა გერმანია და იაპონიის მოკავშირე ქვეყნები განეიტრალებული იყო, შტატების მხრიდან ატომური ბომბების გამოყენება იაპონიის კაპიტულაციაში და საერთოდ მეორე მსოფლიო ომში ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება და საჭიროება დღემდე დიდი კამათისა და განხილვის საგანია. მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მეთაურის იოსებ სტალინის როგორც უდიდესი პოლიტიკოსისა და სტრატეგოსის როლს ვერც თავად ყველაზე დიდი ანტისტალინისტები ვერ უარყოფენ. როგორც ჩანს, იოსებ სტალინი საკუთარი თავის გარდა ღმერთსაც იყო მინდობილი. ქრისტიანულ საეკლესიო ლიტერატურაში, კერძოდ წიგნი დედა ღვთისმშობლის სასწაულებში მოთხრობილია, თუ როგორ შეასრულა სტალინმა ანტიოქიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მღვდელმთავარ ილიას ნათქვამი, რომელსაც ღვთისმშობელი გამოეცხადა და წმინდა პეტრეს ქალაქზე, იგივე ლენინგრადზე ყაზანის ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატის შემოტარება დაავალა. მართლაც, სანქტ-პეტერბურგის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატი გამოასვენეს და მთელი ქალაქის გარშემო შემოატარეს. ფაშიზმზე გამარჯვებაში სასწაულების როლს დაიჯერებს თუ არა ადამიანი, ეს თითოეულმა ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. ფაქტი კი ერთია, ყველაზე არაადამიანური, ანტიქრისტიანული, ნაცისტური და ფაშისტური იმპერია 1945 წელს დამარცხდა. ამ უდიდეს მოვლენაში კი ქართველი ჯარისკაცების წვლილი განუზომელია. ბოროტებაზე გამარჯვების ნიშნად კი რაიხსტაგზე დროშა ქართველმა გმირმა მელიტონ ქანთარიამ აღმართა. ხო, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს. საქართველოში ის ყოველთვის აღინიშნებოდა. მე პირადად მახსოვს პერიოდი, როცა სამხედრო ტექნიკაც კი გამოდიოდა რუსთაველზე სპეციალურად ამ დღის აღსანიშნად და რა თქმა უნდა ვეტერანები იკრიბებოდნენ გამარჯვების პარკში, ვაკეში. მათი რიცხვი ახლა სულ უფრო მცირეა, თუმცა მას აქვს არსებითად ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის. საქართველო გადაურჩა ტოტალურ განადგურებას, ქართველების ამოშანთვას აქ კავკასიიდან, რაც ცნობილია, დადასტურებულია დოკუმენტალურად არქივებში ინახება, ასევე მუზეუმებში, ჰაინრიხ გიმლერის გეგმა, ეგრეთ წოდებული გენერალ პლან ოსტი, რომელიც ითვალისწინებდა კავკასიიდან ქართველების შორეულ აღმოსავლეთში გადასახლებას. იქ გასაგებია, რაც მოხდებოდა, სადაც საკონცენტრაციო ბანაკებში დაიხოცა მილიონობით ადამიანი, ქართველებს რა დაემართებოდა, ეს უკვე ცხადზე უცხადესია. თემურ, უფრო მეტი დეტალი ამ მზადებასთან დაკავშირებით, რა გეგმა აქვს პარტიას და კონკრეტულად მისიის ირგვლივ, რომ გითხრათ თქვენი პოზიცია. პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მაყურებელს, თათო მოგვილოცავთ თქვენ სტუდიის განახლებას, ახალ ფერებს, უფრო ლამაზ სტუდია გვაქვს და გავაგრძელებთ თქვენთან ერთად უფრო წარმატებულად მუშაობას. წელს 9 მაისს, წლევანდელი 9 მაისი ეს საიუბილეო წელია, 80 წელი გავიდა იმ დიდი გამარჯვებიდან და აი ამ საიუბილეო თარიღს, რა თქმა უნდა, საქართველო აღნიშნავს, ჯერ კიდევ არ არის დავიწყებული ეს დიდი გამარჯვება, განსაკუთრებით უფროსი თაობის ხალხი პატივსცემს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობაც პატივსცემს, ახალგაზრდობაც უკვე 30 წელი გავიდა იმ ქვეყნის დანგრევის შემდეგ და პირველ წლებში ჩვენ ვიცით, რომ არც აღნიშნებოდა 9 მაისი და იყო ანტიპატიას ავრცელებდა მაშინდელი ხელისუფლება, ახალმოსული ხელისუფლება, ამ თარიღის მიმართ ეს შეიცვალა.
და ჩვენ ხედავთ რომ საზოგადოება საქართველოს საზოგადოებრიობა დადებითად არის განწყობილი ჩვენი გმირების მიმართ, ჩვენი ისტორიის მიმართ, სამამულო ომში საქართველოს როლის და ქართული ხალხის როლის მიმართ და იმ ორი დიდი პიროვნების მიმართ, რომელიც აჩუქა საქართველოს იმ დიდ ქვეყანას და იმ გამარჯვების ავტორებს ფაქტიურად ეს სტალინსა და ბერიას ჩვენს კადრშიც გამოჩნდა როგორც სტალინი ისე ბერია დიდი მადლობა ამისთვის აი ამ სიუჟეტის ავტორებს. და ძირითადად აქცენტები უფრო სტალინზე არის ხოლმე მის დამსახურებაზე, მაგრამ ბერიაზე ნაკლებად და შეგვიძლია 2-20 სიტყვით ბერიას დამსახურებებსაც გავუსვათ ხაზი. თუ გახსოვთ, როდესაც უკვე ეს ოპერაცია ედელვაისი ქონდა ვერმახტს მზად, ანუ კავკასიის დასაპყრობად, სპეციალური, კარგად მომზადებული სამთომსროლელი ბრიგადა იყო გადმოსროლილი, ფონ კლაისტი იყო იქ ხელმძღვანელი. სატანკო ბატალიონიც იყო ჩრდილოეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, უკვე ქონდათ აღებული რამდენიმე უღელტეხილი, კოდორამდე იყვნენ მოსულები ფაქტობრივად და შეწუხებული იყო საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლება, ანუ რესპუბლიკის დონეზე. და ბერია გადმოფრინდა საიდუმლო მისიით, გაკიცხა ესენი ყველა, რომლებიც იქ დახვდნენ თვითმფრინავს. ისიც კი უთხრა, რატო ხართ წვერ გაუპარსავებიო. რა ჩამოგიყრიათ ყურებიო, მოწესრიგდით სასტრაფოთო და ყველანაირი მობილიზება მოახერხა და გენერალმა ლესელიძემ, ახალგაზრდა გენერალმა ჩაუდგა რა სათავეში ამ საქართველოს დაცვას ყავისფერი ჭირის შემოსვლისგან და მცდელობები იყო უკვე იქ იალბუზე დატოვეს, რაც მერე სვანებმა ჩამოაგდეს ეს შტანდარტები, გერმანული შტანდარტები, გააჩერეს ეს არმადა ეგრეთ წოდებული. გერმანული. და აი ბერიას დამსახურება სწორედ ამაშია. მან მაქსიმალურად მოკლე დროში მოახერხა მობილიზება, ფსიქოლოგიურად განწყობა საქართველოში მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე სამხედრო შენაერთების და ფაქტობრივად მოიგერიეს ეს შემოტევა, ჩაეფუშა გერმანიას ვერმახტს ამ კავკასიის აღების მცდელობა. თუმცა იქ უკვე ზარბაზნებიც კი ჰქონდათ მცირე კალიბრიანი ზარბაზნებიც ჰქონდათ ამოტანილი უკვე ამ ჯორცხენებით ამ გერმანელებს ამ დივიზიას, სამთომსროლელ დივიზიას, რომელიც პირდაპირ ისრებით იყო მიმართული როგორ უნდა ჩასულიყვნენ ფოთში, როგორ უნდა ჩასულიყვნენ ქუთაისში და მერე თბილისშიც შემოსულიყვნენ. აი ესეთი იყო ეს გეგმა და საერთოდ კავკასია აიღოთ. აი ბერიასთან დაკავშირებით შეგიძლიათ. ბერიასთან დაკავშირებით ბევრი რამის თქმა შეიძლება, რა თქმა უნდა, კავკასისაც ბრძოლა კრიტიკულ მომენტში ის ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით აი ეს ბიტვა როგორ იქნება ქართულ ბრძოლა, ალბათ კავკასიის ბრძოლა წარმატებით დამთავრდა, საბჭოთა არმიამ გაიმარჯვა და დაცული იქნა კავკასია. პირველ რიგში მე მინდა დავანოსო აქცია, რომელსაც ვატარებთ ერთობლივად, ეს არ იქნება პარტია სოლიდარობის აქცია, მე ხაზგასმით მინდა აღნიშნო, ეს იქნება ერთობლივი აქცია. რამოდენიმე პარტიის, რამოდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის, საზოგადოებაში ცნობილი პიროვნებების ინიციატივით ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა მერთად რომ აღვნიშნოთ ღირსეულად 80 წლის თავი გამარჯვებიდან და ეს აღვნიშნოთ დიდუბეში ჩვენი შეკრების ადგილი და დრო არის 13 საათი, 9 საათი 9 მაისს 13 საათს კინოთეატრ საქართველოსთან შევიკრიბებით იქ ესე იგი მოემზადებით და შემდეგ ცდილობით გავემართებით კიკვიძის ბაღისკენ შესაბამისად ლამაზად ლოზუნგებით, დროშებით დიდი ყვავილის გვირგვინით მივალთ მედლტონ ხანთარიას ძეგლთან, პატივის მივაგებთ მას და მისი სახით ყველა ქართველ გმირს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა და არა ქართველსაც, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საქართველოსთან აი ამ ომში, გაიმარჯვნენ და შემდეგ ეს დამთავრდება მცირე აქციით, სადაც ჩვენ მიმართავთ საზოგადოებას, აი ამ სხვადასხვა პარტიის საზოგადოებრივი მოძრაობების წარმოადგენლები და აგრეთვე ჩვენ გავაჟღერებთ მიმართვას ხელისუფლებისადმი, სადაც ძირითადი შინაარსი ამ მიმართვას იქნება ის, რომ ჩვენ ხელისუფლება მივესალმებით იმ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც ის ატარებდა ბოლო 3 წლის მანძილზე და ამ მისალმებასთან ერთად ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან
ოფიციალურ დონეზე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, მაშინ ერთად ვიყავით 80 წლის წინ და ერთობლივად საბჭოთა ხალხთან ერთად, ქართულმა ხალხმა, რუს ხალხთან ერთად მიაღწია იმ უდიდეს გამარჯვებას. ჩვენ ვხედავთ რომ როცა ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, კრიზისია ყველგან, უბედურებაა ყველგან, უკან დახევაა ყველგან, ფაშიზმის აღორძინების ცდილობებია ყველგან. ჩვენთან ფაშიზმის 9 წელი მძინვარებდა უკვე და ამის რეციდივი არ უნდა დაუშვათ და აქედან გამომდინარე ჩვენ აი ამ მიმართვაში ზუსტად ამას გავატარებთ, რომ არ არის ნორმალური, როცა აი ამ დიდ მეზობელთან, რომელთანაც ერთად ამ გამარჯვებას მივაღწიეთ, ასეთი ურთიერთობები გვაქვს, უпроსტად არ გვაქვს ურთიერთობები, დიპლომატიური ურთიერთობების ჩათვლით და აქედან გამომდინარე უნდა აღდგეს პირდაპირი დიალოგი, რაც შეიძლება მალე ოფიციალურ დონეზე. აი ეს იქნება, ესე იგი ჩვენ ერთდროულად აღნიშნავთ ამ დიდი გამარჯვებას, მაგრამ ამაში ვდებთ აი ამ კონკრეტულ შინაარსს, რომელიც სჭირდება პირველ რიგში საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას. ეხლა რომ შევეხოთ, ეს ბერიას თემა გასაგებია, კვლავ თავად სტალინს, რომელიც გამარჯვების შემოქმედი იყო. და თქვენ ახსენეთ, რომ აი ამ აქციის დროს 9 მაისს გვირგვინებით შეამგობთ მელიტონ კანთარიას ბიუსტს, რომელიც დგას იქ ძეგლის სახით. მე მაგალითად თავად მაქვს ნანახი ბუნდესტაგში, ყოფილ რეიხსტაგში, ის წარწერები, ქართული წარწერებიც არის იქ. ოდიშარია იყო ვინმე, ძველებურად უწერია ეს ო, ანუ არა მრგვალად, არამედ ეს კუთხური უწერია. ასევე რუსულად არის წარწერა, რომ თბილისიდან იყვნენ, ახლა თბილისი მრავალეთნიკური ქალაქი იყო ყოველთვის, მაგრამ სტალინის ძეგლთან დაკავშირებით ეს იყო პრინციპში ხელოვნების ნიმუში, რაც გორში იდგა იმ პერიოდში დადგმული ამ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იყო ეს ძეგლი გორის ცენტრში დადგმული. შემდეგ ვნახეთ თქვენ ახსენეთ სწორედ ის 9 წლიანი რეჟიმი, რომელიც ფაქტობრივად ფაშიზმის ჩანასახი იყო, პირდაპირ თუ ირიბულად იყო. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მენშევიკების მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად კოლაბორაციონისტობდნენ ვერმახტთან და ფაშისტურ გერმანიასთან და დივიზიებიც კი იყო შექმნილი, ეს ნაციონალური დივიზიები, რომლებიც პირდაპირ სიმპათიას გამოხატავდნენ და შევრონებიც კი ჰქონდათ ვერმახტის, ოღონ ქართული დროშით. ზუსტად სააკაშვილის დროს მოხდა ესეთი მენშევიკი სამხედრო პირის კოტე აფხაზის სახელის დარქმევა, ლესელიძის ქუჩისადმი გადარქმევა. თუ კი მელიტონ კანთარიასთან გვირგვინი უნდა დაიდოს, რომელმაც უშუალოდ აწია ეს დროშა გამარჯვების რეიხს კანცელარიაზე, ან დღევანდელ ბუნდესტაგზე, ლესელიძის ბიუსტი კვლავ დგას ლესელიძის ქუჩაზე. სააკაშვილისეულ კოტე აფხაზის ქუჩაზე. ხო ეს რატომ მოვიყვანე ეს პარალელი, რომ ეს მენშევიზმის კვლავ რეანიმირება იყო საფუძველი თუნდაც აი ამ ფაშიზმისადმი გადახრის, რაც თქვენ ბრძანეთ. სტალინის ძეგლთან დაკავშირებით იყო ინიციატივები, იყო არაერთი მოთხოვნა, რომ ის კვლავ აღედგინათ. გვახსოვს როგორ პარტიზანულად ჩუმად ღამე ესე იგი შემოპარულად აიღეს ვერაგულად და ჩამოაგდეს ეს ძეგლი და ახლა სადღაც პირქვედამხობილია არის რომელიღაც ეზოში. ამასთან დაკავშირებით რო გითხრათ ორიოდე სიტყვა. რა იგეგმება? გააქვთ რაიმე? ჩვენ ბევრჯერ გქონდა ცდილობა მიგვეღწია იმისთვის, რომ ხელისუფლებას, ახლა იმ ხელისუფლებამ თვითონ ჩამოაგდო და აქედან გამომდინარე ჩვენ იმედი გქონდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აი ეს სამარცხვინო ფაქტი, რომელიც მოხდა საქართველოში, რომელიც ჩვენი სირცხვილია, ის კი არ არის სირცხვილი, რომ მიშამ ჩამოაგდო ის ძეგლი, იქ მოხდა ეს ღამეთ, მოხდა ორმაგი კორდონის პირობებში, გორელები ახლოს არ მეუშვეს, იქ შეხლა შემოხლაც იყო და ფაშისტური ხელისუფლების პირობებში გასაგებია, რომ ეს მოხდა, მაგრამ სირცხვილია, რომ 10 წელი გავიდა, იმის შემდეგ მეტი 2011-ში ჩამოაგდეს ძეგლი და დღეს ესე იგი წელს 2014 წელი გავიდა. იმის შემდეგ და ის ძეგლი ისევე როგორც მაშინ პირქვე არის დამხობილი. გორიდან 3-5 კილომეტრის მანძილზე. სამწუხაროდ ჩვენ წავაწყდით პოლიტიკურ ჯებირს. დღევანდელი ხელისუფლება
არ არის მოწადინებული, რომ ეს სტალინის ძეგლი აღდგეს და დადგეს იქ, სადაც ის იდგა გორის ცენტრში. იმიტომ რომ ამას ეს არის ფაქტიურად პოლიტიკური აქტი, რაზეც დღევანდელი ხელისუფლება არ წავა. იმიტომ არ წავა, რომ სტალინის ძეგლი არის ყურადღების ცენტრში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ჩვენი განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების და ელჩების, დასავლეთის ქვეყნების ელჩების ყურადღების ცენტრში. როგორც კი კონკრეტულად მივიდა საქმე იქამდე, რომ გორის საკრებულოს უნდა მიიღო ასეთი შესაბამისი გადაწყვეტილება, მოხდა ეს, მე ვიცი ზუსტად, ზეწოლა დასავლეთის ქვეყნების საელჩოების მხრიდან და გააფრთხილეს ჩვენი ხელისუფლება მკაცრად, რომ არ უნდა მოხდეს სტალინის ძეგლის აღდგენა არა თუ გორის ცენტრში, არამედ აი მუზეუმის ტერიტორიაზეც კი. თუმცა კანონმდებლობა, აი სამარცხვინო კანონი, რომელსაც ქვია თავისუფლების ქარტია, იმის საშუალებას იძლევა, რომ ძეგლი აღდგეს მუზეუმის ტერიტორიაზე, როგორც სამუზეუმო ექსპონატი. მუზეუმის ტერიტორიაზე იქ ბეტონის საძირკველიც არის, პიედესტალი აშენებული. ზუსტად იმიზნით, რომ იქ აღდგენილი იყო, იქ მაინც აღდგენილი იყო სტალინის ეს ძეგლი, მაგრამ აი უცხო ქვეყნის საელჩოებმა, დასავლეთის ქვეყნის საელჩოებმა არ მისცეს ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას უფლება. აქედან გამომდინარე, მე მაინც და მაინც დიდი იმედი არ მაქვს, სანამ პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება და სანამ არ იქნება მასობრივი მოთხოვნა ამისი, რომ სტალინის ძეგლი აღდგეს, თავის ადგილს დაუბრუნდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას გააკეთებს. თუმცა ყველაფერი შესაძლებელია, პოლიტიკური ვითარება ისე სწრაფად იცვლება, რომ შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ ეს პოლიტიკური ვითარება დადგეს საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ ახლა გაჟღერდა რამოდენიმე დღის წინ სტალინგრადის აეროპორტს, ვოლგოგრადის აეროპორტს მიენიჭა სტალინგრადის სახელი და დაერქვა სტალინგრადი. ეს საერთაშორისო აეროპორტია, ასე რომ სტუმრები, რომლებიც იქ ჩაფრინდებიან, ნახავენ წარწერას სტალინგრადი. და ეს პირველად მოხდა რუსეთში, როცა რაღაცა ოფიციალური დაწესებულებას სტალინგრადის სახელი ჰქვია და ეს აღდგა აი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. მე მგონია, რომ საქართველოში შეიცვლება ვითარება. ხო, პრინციპში იქ რუსეთში დაწყებულია, ხო, ნელ-ნელა, თუმცა მისი სახელის და ავტორიტეტის რეაბილიტაციისთვის რაღაც ძვრებია. რუსეთში სტალინის და ბერიას სახელი მილიონების გულებში უკვე რეაბილიტირებულია, არა მხოლოდ ჩვენი თაობის და ჩვენზე უფრო თაობის, არამედ ახალგაზრდობაც ამ დიდ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებს უყურებს დადებითად. ამას ადასტურებს, სტალინთან დაკავშირებით განსაკუთრებით ის გამოკითხვები, რომელიც ხშირად პირდაპირ ეთერებშიც კი ხდება რუსეთში. და რაც შეეხება ბერიას პიროვნება, მისი რეაბილიტირება ხდება ცნობილი ისტორიკოსების მიერ, ცნობილი საზოგადოებრივი მოღვაწეების მიერ. ჩვენ შეიძლება სოციალურ ქსელებში მრავლად არის წავაწყდეთ ბერიასთან დაკავშირებით მართალ ისტორიას, რომელიც გადმოიცემა სერიოზული ისტორიკოსების და სპეციალისტების მიერ. სტალინი ეს იყო ნამდვილად გამარჯვების ხელმძღვანელი, მაგრამ მისი მარჯვენა ხელი მთელი ამ 4 წლის განმავლობაში და უფრო ადრევეც 39-40 წლებში, აი 2 წლით ადრე ომამდე მისი მარჯვენა ხელი იყო ბერია. მოკლედ რო ვთქვათ, სტალინი ხელმძღვანელობდა ბერიასთან დაკავშირებით, ეხლა თან გამახსენდა მეხსიერებაში აღვიდგინე, რაც ადასტურებს კიდევ უფრო მეტად მის ნამდვილ ქართულ პატრიოტიზმს. გახსოვთ კიდე რამდენიმე მომენტი. როდესაც ის თბილისში იყო, ის პრინციპში მოიაზრებოდა როგორც ორჯონიკიძის კადრი თავის დროზე, ბაქოში, როდესაც მენავთობეების და საბჭოთა ხელისუფლება იყო დამყარებული, სტალინი გაიცნო მოგვიანებით, მაგრამ ის იყო თბილისში. საქართველოს მართველი იყო როგორც რესპუბლიკის და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა უშუალოდ დედაქალაქში, თბილისში. აი მთელი ის სანაპირო, რაც მოპირკეთებულია იმ გრანიტით, ეგრეთ წოდებული მადათოვის კუნძულის შემოერთება, ეხლა ის მშრალი ხიდი რო გადის, ჯოვანის კუდიერის მიერ დაპროექტებული და ბევრი რამ მოხდა სწორედ ბერიას დროს, ანუ ქალაქმა უფრო ახალი იერსახე შეიძინა. ვორონცოვის მერე ყველაზე დიდი წიაღსვლები ქალაქის ინფრასტრუქტურის და იერსახის და ურბანული განვითარების თვალსაზრისით ჰქონდა ლავრენტი პავლესზე ბერიას შეტანილი ეწული ამაში. და მეორე ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რაზეც ასევე ჩვენ
ყურადღება უნდა გავამახვილოთ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. აფხაზეთში ქართველთა სასარგებლო დემოგრაფიული სურათის შეცვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სწორედ ლავრენტი ბერია. ქართული სოფლებია იქ, კინდღი, ოჩამჩირის რაიონში უამრავი. პანელის სახლები შენდებოდა ერთ ღამეში 24 საათში ბერიას ბრძანებით. რომ რაჭველები, მეგრელები, სვანები ხდებოდა გადასახლება, იმერლები კი რომ დემოგრაფიული სურათი და უნდობლობა ის ნესტორ ლაკობას მიმდევრების, რომლებიც პრინციპში უფრო მუხაჯირობისკენ იყვნენ და თურქეთისკენ ეჭირათ თვალი და არა საქართველოსკენ ან თუნდაც რუსეთისკენ. ბერია იყო ამის შემოქმედი, რომ აი ეს დემოგრაფიული სურათი შეცვლილი იყო საქართველოს ცენტრის სასარგებლოდ. აი ეს ამას ფაქტს დავემალებით სადმე ეს ხო ასე იყო. ძალიან ბევრი რამ გრანდიოზული ცვლილებები მოხდა 32 წლიდან 38 წლის ჩათვლით, როცა ბერია ხელმძღვანელობდა საქართველოს, ჩამოყალიბდა ახალი დარგები, მოხდა კოლხეთის დაბლობის დაშრობა, აი მეჩაობა, როგორც მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, როგორც დარგი ბერიას დროს ჩამოყალიბდა. მევენახეობაც კი როგორც დარგი, აი მასშტაბური დარგი, რომელსაც მრეწველურად ორგანიზებული, ასე ვთქვათ, მეღვინეობა, ეს ბერიას დროს ჩამოყალიბდა საქართველოში. და ძალიან ბევრი რამ, საქართველო გახდა საკავშირო მნიშვნელობის, ასე ვთქვათ, ქვეყანა, რომელიც საკურორტო ზონა, ასე ვთქვათ, აი ზუსტად ბერიას დროს. და ძალიან ბევრი რამ ჩამოთვლა შორს აგვიყვანს თანამედროვე საქართველოს ახლა სადა გვაქვს მრეწველობა, მაგრამ შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ ინდუსტრიული აგრარული ქვეყანა საქართველოს სახით. აი საქართველოს ინდუსტრიას 20-იან წლების მეორე ნახევრიდან ჩაეყარა საფუძველი ასე თუ ისე, მაგრამ აი ბერიას დროს მოხდა საქართველოს ინდუსტრიის საფუძვლების ჩაყრა. ეს იყო უაღრესად წარმატებული წლები. ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლით და ბერიას დამსახურება აქვს არა მხოლოდ ამ თვალსაზრისით საქართველოს მიმართ, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართაც, იმიტომ რომ ის საერთო ჯამში ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ განვითარებას აი ამ სამი რესპუბლიკისა, სამხრეთ კავკასიის. ძალიან შორს აგვიყვანს ბერიას დამსახურებაზე საუბარი. ერთს ვიტყვი, რომ აი ომის პერიოდში შევეხეთ, მაინც გამარჯვების 80 წლის დავია და ერთ კვირას ჩვენ აღნიშნავთ 9 მაისს, როგორც უკვე ვთქვით, სოლიდარობა და მასთან ერთად სხვა პარტიები და საზოგადო მოძრაობები ამ თარიღს სტალინი იყო ხელმძღვანელობდა ომში გამარჯვებას, ომს, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის ომის დროს საერთო ხელმძღვანელობა მისი იყო, ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა ფრონტს, მაგრამ ფრონტს როგორც სამხედრო მთავარსარდალი, ყველაფერ დანარჩენს ხელმძღვანელობდა ბერია. აი ზურგი, ანუ ფრონტის ლოჯისტიკას ეგრეთ წოდებოდა. დიახ, შეიარაღების, ესე იგი, იარაღის მიწოდება, მისი წარმოება, საგარეო დაზვერვასაც კურირებდა. საგარეო დაზვერვა, აი ესეთი დარგები, რომ სატყეო მეურნეობასაც იმ პერიოდში მაგის ხელმძღვანელობდა თითქოს გასაკვირია, მაგრამ ასეა ბანაკებს ხელმძღვანელობდა, ასე ვთქვათ, და ამ სასჯელ ახსულების დაწესებულებებს. ერთი სიტყვით ბერიას როლი არის განუზომელი. ის ნამდვილად არის დიდი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, რომელიც სახელის რეაბილიტაცია აუცილებლად მოხდება სტალინთან ერთად. და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ეს მოხდეს საქართველოშიაც. აქედან გამომდინარე, მე მინდა და ერთ-ერთი ეტაპი იქნება მომავალი კვირას, ახლა ერთ კვირაში 9 მაისი, როცა ჩვენ ესე იგი ვაჩვენებთ მთელ საქართველოს საზოგადოებას, რომ ვეცდებით ყოველ შემთხვევაში ვაჩვენოთ, რომ საქართველოსთვის დღეს 9 მაისი და დიდი გამარჯვების ეს თარიღი არის მნიშვნელოვანი და ძვირფასი. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ თბილისელებს, საქართველოს მოსახლეობას არათბილისელებს იმ დღეს 9 მაისს მოვიდეთ, მოვიყაროთ თავი პირველ საათზე დიდუბეში, თბილისში, კინოთეატრ საქართველოსთან, სადაც ჩვენ, ესე იგი, ყველა პირობა გვექნება იმისათვის, რომ
იქ გვექნება სურათები, მათ შორის სტალინის პორტრეტი, მათ შორის გვექნება ჩვენი გმირი წინაპრების, ბაბუების და ბებიების სურათები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა დიდ სამამულო ომში საქართველოსთან, გვექნება დროშები, ლოზუნგები, ჩვენ გავაფრთხილეთ, უკვე აი დღეს გავაგზავნეთ შესაბამისი წერილი თბილისის მერიას და საპატრულო პოლიციას, იქნება უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი წესრიგი და აი პირველი საათიდან დაახლოებით 3 საათამდე ეს არის 2 საათი, მეტი არ არის ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პატევს მივაგებთ ჩვენს ისტორიას, ჩვენს წინაპრებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავთ აი ამ გამარჯვებას ღირსეულად საქართველოს. საქართველოს ეს ეკუთვნის. კი ბატონო. იმიტომ რომ 300,000 მებრძოლი იქ დაეცა ბრძოლის ველზე გმირულად. შეეწირა ფაშიზმზე გამარჯვებას. 700,000 იყო გაგზავნილი. აი ჩვენ უნდა დავაზუსტოთ რომ აი ახაც გავიდა სიუჟეტში იმასთან დაკავშირებით ინფორმაცია რომ თუ ჩვენ შევადარებთ წითელ არმიელებს რომელიც გაეგზავნა ფრონტზე და რომელიც დაიღუპა დიდი სამამულო ომის სხვადასხვა ფრონტზე საქართველოსთან გაეგზავნა 300,000 წითელ არმიელი და ამას ესე იგი შევადარებთ საქართველოს მოსახლეობას აი დაღუპული წითელ არმიელების რიცხვით პროცენტული ოდენობით ჩვენ ყველაზე მეტი პროცენტული ოდენობა შესაძლოა დაახლოებით სამეულში გავდივართ კი ანუ კავკასიური რესპუბლიკები მოსახლეობა ბელარუსიაში დაიღუპა მშვიდობიან მოსახლეობას რაც შეეხება წითელ არმიელებს ჩვენთან ეს რა თქმა უნდა აჩვენებს იმას კიდევ ერთხელ ეს რა თქმა უნდა ასე თუ ისე სამწუხარო ის არის სტატისტიკა მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამხელა ესე იგი ღვაწლი და რამხელა ამაგი აქვს საქართველოს დიდ სამამულო ომში გამარჯვებაზე და ფაშიზმზე გამარჯვებას. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა იმ დიად ისტორიულ ესე იგი მოქმედებაში, რასაც ქვია ფაშიზმისგან მსოფლიოს ხსნა. და ამით უნდა ვამაყობდეთ საქართველოს და ქართველი ხალხი. კი ბატონო. და აქვე მოდით მაშინ ისიც ვთქვათ, რომ ვასილ პავლეს ზემჟავანაძეც მებრძოლი გენერალი იყო სამამულო ომში. და მის პერიოდს ყველაზე დადებითად აფასებს ის ხალხი, ვინც რეალურად საქართველოში ცხოვრების ხარისხი მაღალი იყო. ესეც ჟავანაძის მოღვაწეობის წლები იყო ოქროს ხანა. ერთ-ერთი პერიოდი, ერთ-ერთი გამოკვეთილად წარმატებული პერიოდი საქართველოს ისტორიაში ყველანაირი გაგებით. და გასაგებია რომ ჩვენ ვასილ ჟავანაძეს როგორც საქართველოს ხელმძღვანელის, ომის ვეტერანის და გენერლის სახელი მისი ასე ვთქვათ რეაბილიტაციას ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ვასილ ჟავანაძის სახელის შებრალვა არ მომხდარა როგორც სტალინის დაუშვათ და ბერიასი ან სხვა საბჭოთა მოღვაწეებისა, მაგრამ ვასილ ჟავანაძის დაფასება აუცილებელია. კი, ანუ არასაკადრისად, არასაკმარისად არის დაფასებული მისი ღვაწლი ქვეყნისთვის. ხო, კიდე ერთი ეპიზოდი გამახსენდა. ირაკლი აბაშიძე, როდესაც წერს პალესტინის დღიურებში, მადლობას უხდის პირველ გვერდზე, დიდის მოწიწებით, სწორედ ვასილ პავლეს ზემჟავანაძეს, ვინაიდან იმ პერიოდში, ახლო აღმოსავლეთში, ისრაელში, პალესტინაში მოხვედრა საბჭოეთიდან იმის გამო, რომ იქ სადღაც დაბურული, დამალული ფრესკა მოეძებნათ აკაკი შანიძეს, გიორგი წერეთელს და ირაკლი აბაშიძეს, ეს იყო წარმოუდგენელი. და სწორედ ვასილ პავლეს ზემჟავანაძემ განახორციელა არაერთი ზარით მოსკოვში ის ექსპედიცია, რომელიც ჩავიდა იქ და რომელმაც შოთა რუსთაველი ფრესკის სახით დაუბრუნა საქართველოს, ჯვრის მონასტერში. ეს პატარა რამეა? მე კი არ ვიგონებ ამას. ირაკლი აბაშიძე წერს პალესტინის დღიურებში, წიგნი ამით იწყება. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ვასილ ჟავანაძის პერიოდი და საერთოდ საბჭოთა პერიოდის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. საბჭოთა პერიოდი ეს არის საქართველოს ისტორიაში, ქართველი ერის ისტორიაში, ქართველი ხალხის ისტორიაში ისეთი პერიოდი, რომელმაც წინ წამოსწია თუ რამე ღირსება ჰქონდა საქართველოს და ქართველ ხალხს, ის წინ წამოწია. და მოხდა არა მხოლოდ ჩვენი ინდუსტრიული განვითარება, ჩვენი ეკონომიკის დაუშვათ მრეწველობის, სოფლის მეურნეობის განვითარება, მაგრამ კულტურის აღორძინება. და ქართველმა ხალხმა რა თქმა უნდა თავისი ღირსეული ადგილი მოიპოვა და აჩვენა მთელ მსოფლიოს საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში და იმ სისტემის წყალობით მთელ მსოფლიოს აჩვენა რომ ეს არის
თვითყოფადი ერი, ეს არის მაღალი კულტურის ერი, უძველესი კულტურის ერი და მისი კულტურული წინსვლა და ახალ სიმაღლეებზე შეიძლება ითქვას, რომ ესე იგი განუზომლად უფრო მაღლა ავიდა კულტურულად საქართველოს კულტურა საბჭოთა პერიოდში, ვიდრე ადრე იყო. შეიძლება ას ვიღაცას ეწყინოს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. საქართველოს კულტურის სფერო არ დარჩენილა მიმართულება და ხელოვნების, რომელიცაც არ მიეღწია ახალ სიმაღლეებს საბჭოთა პერიოდში. ეს იქნება ქართული საბჭოთა პერიოდის მწერლობა, ლიტერატურა, მხატვრობა, ბატონო ჩემო, ქართული ცეკვა, ქართული სიმღერა, ფოლკლორი, მისი გატანა მოხდა საზღვარგარეთ და მთელმა მსოფლიო გაიცნო ქართული კულტურა თუ რას წარმოადგენს. ან რამდენი დაიბეჭდა, რამდენი გამოიცა, თუნდაც საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით კვლევები ავიღოთ იმ პერიოდისა. კორიფეები არ ვიტყვი დაიბადა, ახლა ივანე ჯავახიშვილი დაუშვათ დაიბადა მანამდე, მაგრამ ივანე ჯავახიშვილის როგორც ისტორიკოსის მისი მოღვაწეობის გაშლა და გაფუჩქვა მოხდა საბჭოთა პერიოდში. კი ბატონო. ხო, რომელი ერთი მიმართულება ავიღოთ? ქართული მეცნიერება, ქართული ფილოსოფია, ეს ახსენს კარგად ნიკო ბერძენიშვილი აი იმ ინტერვიუს სტალინთან აგარაკზე, როდესაც იმყოფებოდნენ და განიხილავდნენ საქართველოს ისტორიის აქტუალურ საკითხებს, როგორ უნდა ბერძენიშვილი ჯანაშია, რამდენი კორიფეი იყო, რომელმაც გამოიკვლია და ახალ სიმაღლეებზე ასია საქართველოს ისტორია. გავიხსენოთ როგორი მაღალი დონის შინაარსის წიგნი გამოიცა საბჭოთა პერიოდში საქართველოს ისტორია და რომელსაც ასწავლიდნენ არა მხოლოდ საშუალო სკოლებში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებში. აქედან გამომდინარე ეს პერიოდი 70 წელი 1921 წლიდან 91 წლამდე ზუსტად 70 წელი გამოდის, ეს არის საქართველოს ისტორიაში დაუფასებელი პერიოდი. და ეს არის სხვათა შორის მეორე რესპუბლიკის ისტორია. პირველი რესპუბლიკა ეს მენშევიკური სამწლიანი რესპუბლიკა, დღეს ჩვენ გვაქვს მესამე რესპუბლიკა ფაქტიურად და ის არის მეორე რესპუბლიკა, მისი ამოვარდნა არ შეიძლება ისტორიიდან და არც მოხდება ეს. ახლა ერევანში ვინც არის ნამყოფი ცენტრალურ მოედანზე, იქ არის მუზეუმი, ისტორიის მუზეუმი, სადაც არის გარეთ არის გამოფენილი ძალიან ლამაზად სამი რესპუბლიკის ისტორია. პირველი რესპუბლიკისა, მეორე რესპუბლიკისა და დღევანდელი, ესე იგი, აი პოსტსაბჭოთა სომხეთის ისტორიაზე არის იქ საუბარი ძალიან ლამაზად. იქ არ არის ჩაგდებული ეს პერიოდი. სტალინი, ბერია, საბჭოთა პერიოდის ისტორია და 9 მაისის გამარჯვება ეკუთვნის აი ამ პერიოდს. გინდა ეს, არ გინდა ეს ასეა. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ეს გამოვასწოროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართულ ახალგაზრდობას მივაწოდოთ სწორი ისტორია, ობიექტური ისტორია საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპისა, მათ შორის საბჭოთა ეტაპისა. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ საქართველოს მოსახლეობას თბილისს, ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანი არის გავაგებიოთ თბილისის მოსახლეობას, საქართველოს მოსახლეობას, რომ თბილისში ჩვენ აღვნიშნავთ, ვეცდებით ჩვენ პარტიამ, ჩვენ მეგობრებთან ერთად აღვნიშნოთ ღირსეულად გამარჯვების 80 წლის თავი, ეს აღენიშნება კიდევ ერთხელ გეტყვით ადგილს და დროს 9 მაისს 13 საათზე ვიკრიბებით კინოთეატრ საქართველოსთან დიდუბეში, ეს შეკრების ადგილია, შემდეგ ჩვენ მსვლელობით წავალთ კიკვიზის ბაღისკენ, მელიტონ ხანთარიას ბიუსტისკენ. კი ბატონო, ჩვენ 2 წუთი გრჩება და ბარემ ეს თემა რომ ამოვწუროთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 8 მაისი, ასევე 11 ნოემბერი ორ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეებად. და აქვე დაამატა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო ყველაზე დიდი წვლილი შემტანი ფაშიზმის დამარცხებაში. ანუ ფაქტობრივად თქვა, რომ ამერიკელებმა მოიგეს ეს ომიო. დახმარება იყო მოკავშირეების მხრიდან, შტატები ეხმარებოდა ტექნიკით, იქ ვიცით სტუდებეკერები იგზავნებოდა, აეროკობრები ან ფინავები
საკმაოდ ისეთი ხარისხიანი, მაგრამ ეს იყო რაღაც ბოლო მომენტში უკვე როდესაც 1942 წლიდან ჯერ ერთი, აი კრიტიკული მომენტი მოსკოვის დაცვა, ეს საბჭოთა კავშირმა მოახერხა ამ დახმარების გარეშე. ლენდ-ლიზის პროგრამით იყო განხორციელებული ეს დახმარება, ამ დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ომში გაიმარჯვა საბჭოთა კავშირმა თავისი რესურსებით. კი ბატონო, შედარებისთვის გერმანია, რაც შეეხება ტრამპ, ხო? შედარების შეგიძლიათ, ხო? აი ბრიტანეთში თუ ქართველი დაეცა 300,000 ბრძოლის ველზე. ბრიტანეთში ნაკლები დაეცა, ანუ დიდ ბრიტანეთს გულისხმობ, ანუ 250 რაღაც და ანუ ქართველი უფრო მეტი დაიღუპა ვიდრე ბრიტანელი, ინგლისელი თუ რა ვიცი. რაც შეეხება ტრამპის ამ განცხადებას, ეს არის იდეოლოგიური ბრძოლის ნაწილი. ჩვენ თუ სუვერენიტეტი გვინდა, ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. გასაგებია 8 მაისს იმიტომ იღებენ ისინი, რომ აი ეს განსხვავება, აი ეს ამას გაუსვან ხაზი, რომ 8 მაისს თქვენ აღნიშნავთ 9 მაისს საბჭოთა კავშირი. ხო, ჩვენ რუსეთთან არ ვართ კი, რაღაც ამისთვის არის. რუსეთთან არ ვართ და საბჭოთა კავშირთან საერთოდ არ ვართ. ეს იყო რაღაცა ანომალიური მოვლენა მაშინ და ეს ჩვენ გავიმარჯვეთ. ამას ქართველი ლიბერალ გლობალისტებიც ახლა აქტიურდება ეს თემა წინა 9 მაისოთ იწყებენ როგორც შობაზე ჩხიბაობას, თქვათ 7 იანვარს უნდა აღინიშნოს თუ 25 დეკემბერს, ასევე 9 მაისზე 8-ში უნდა აღინიშნოს თუ 9-ში. ძალიან მარტივია ამის გადაჭრა. ვაგად რო გითხოს საერთოდ არ აღნიშნავენ. არა, ძალიან მარტივი თემა არის. როდესაც მოხდა ხელმოწერა თბილისში, მოსკოვს შევეშვათ. თბილისში იყო 9 მაისი. ეს არის ძალიან მარტივი. კი, ანუ ეს მოხდა ხელმოწერა კაპიტულაციაზე, მოხდა 8 მაისს გვიან ღამე. 8 მაისი იყო იქ, სადაც მოეწერა ხელი და ამ მომენტში აქ საქართველოში, საბჭოთა კავშირში იყო 9 მაისი. გარდა ამისა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ მოსკოვი ჩვენზე 1 საათით უკან იყო, ანუ ჩვენთან კიდევ უფრო 9 მაისი იყო თბილისში, ვიდრე მოსკოვში. აქედან გამომდინარე, საბჭოთა კავშირში აღნიშნებოდა გამარჯვების დღე 9 მაისს. კი ბატონო. დიდი მადლობა თემურ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. ჩვენ შევხვდებით ორშაბათს, მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა.